მე ვარ დანიელ კარბაია და ვარ 10 წლის. სალომე კერესელიძე, დანიელ კარბაიას დედა. მე ვარ დემნა ლუთოდიანი, ვარ 12 წლის. მე ვარ ცოტნე ლუთოდიანი და ვარ 9 წლის. თამარ დათაშვილი, ვარ ცოტნეს და დევნას დედა. თითქმის ყოველთვის ყველაფერს ჭამრასაც მიკეთებს საკმაოდ ბევრს. დილით ზოგჯერ მე ვაკეთებ ხოლმე საჭმელს. ომლეტს ამზადებს ძალიან ხშირად სახლში. გამოიყენებს კვერცხს, პომიდორს, სალათის ფურცელსაც სავარაუდოდ, რადგან ახლა აქ სავარაუდოდ ვერ შეწვავს. უფრო სენდვიჩს მოამზადებს ალბათ. და ჩვენ გვუკეთებთ ხოლმე წუნიანს, ან ხანდახან ჩემთან და ჩემი აკეთებს კვერცხს. არ მიყვარს კვერცხი და ამიტომ არ ჭამ. კიტრი და პამიდურით და სალათის ფურცლით ვიცი რომ მომზადებენ რაღაცა სენდვიჩს ან სალატს, იმიტომ რომ იციან რომ მიყვარს და უპირატესობას ამას ვანიჭებ ხოლმე. მე შავი პური მიყვარს და თუ გაითვალისწინებს ამას, ალბათ შავი პურით მოამზადებს სენდვიჩს. ძალიან მაინტერესებს რას მომზადებენ. რას მომზადებ? კვერცხს და სალათს. ახლა გამოვჭრე კვილის ფორმის პურს. აი მაგალითად რა გაუხარდებოდა დედას დილით საუზმეზე რომ დაგეხვედრებინა. ომლეტი გაუხარდებოდა. უკეთებ ტოსტ ჯემს, კვერცხს შეჭამს და დაუჭრი კიცს და პამიდორს. ჟაკეტი შავს მშილის და გულსაც გავუკეთებ არა. შეიძლება ჯამთარი საჭმელი გავაკეთებინა. ეხლა თვალებს აიქვე ხელი. შეიძლება გაახება. აჰა. რა ლამაზად მოგიმზადებია დე. ჩემი მოლოდინი თითქმის გამართლდა. ერთადერთი ვიფიქრე რომ შავ პურს აირჩევდა, მაგრამ დანარჩენი პომიდორი, კვერცხი, კიტრი ეს გულის ფორმის პური, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია. ძალიან კარგი. ყოჩახ. ჩვენსაც რომ მაქსიმალურად ჯანსაი საჭმელი გავუკეთებინა. გავხილო? იცი? კაი, აი ყავა გამოვიცანი ხო, თქვი ყავას გამიკეთებენ. თან გულია მოუჭრიოთ. ყველი, ხო? ნუ იდეალური საუზმეა მართლა. მოლოდინს გადააჭარბა. მართლა. ილოცო დედა დედის დღეს. მადლობა.